სალამი ლევან. დღეს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა ეშველება და კი ძალიან დიდ გულზე არიან და რაღაცებს ფიქრულობენ, ახლა გამოაცხადეს ბანკი უნდა გავხსნათო, მაგრამ რეალობაზე ვილაპარაკოთ და არა იმაზე ისინი რითი გვატყუებენ. ხო, მოკლედ დავიწყოთ თუნდაც მაგ მომენტიდან, რომ გამოაცხადეს, რომ ბანკი უნდა გავხსნათო. ალბათ რამე ახალს და განსაკუთრებულს არ ვიტყვი, რომ თუ უკვე ეს განცხადება ძალიან ბევრი რამის მთქმელია, იმიტომ რომ ამ განცხადებაში მშვენიერია ყველაფერი. როგორც იტყვია ხოლმე. იმიტომ რომ პირველი ამ განცხადებიდან რას ვიგებთ, რომ ორმა ყველაზე მსხვილმა კომერციულმა ბანკმა რომ უარი უთხრა ეს ვიცით, ეს მკაფიოდ გამოჩნდა, თუნდაც იქიდან რომ ამ ბანკების აქციებმა მოიმატა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ანუ ესე იგი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ნებისმიერი ბიზნესისთვის. ახლა ელისო შენც ხვდები ალბათ, ხო? შენც გაჩვენი ბანკში ვარ, საერთოდ 10 წელი ბანკში მაგ დამუშავარი სანამ ქოციანობა დაიწყებოდა. სულს რო ხვდები არა, რამდენად მნიშვნელოვანია, ანუ ინვესტორები დაიძაბნენ ამ სიტუაციაზე და რა ახლა ბანკებმა მოდი ასე თქვა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს, მათთან ნდობა აიწია და მათმა აქციებმაც მოიმატა. ეს ერთი. მეორე, რა არის ამ განცხადებაში მშვენიერი ის, რომ იმ ბანკებმა, რომლებიც წესით კი არა და ამ ხელისუფლების ჯიბის ბანკებია პირდაპირ თქვა, ხო, ქართულ ბანკი და ლიბერთი ბანკი, ქართულ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, ხოლო ლიბერთი იმედის აწუყო ყოფილი შეფის ბატონი რუხაძის, რომელიც ძალიან დროულად გაიპარა სიტუაციიდან, როგორც ვატყობ, აი ამ ბანკებმა დაფინანსებაზე, ასე საკრედიტო ხაზის გახსნაზე, მოდი ასე ვთქვათ, ხო? როგორც ჩანს და თვალსაჩინოა უბრალოდ ამათმაც კი. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ბანკები ახორციელებენ მათ შორის საერთაშორისო ოპერაციებს, ძალიან დიდი ალბათობით რაღაცა ფულსაც რეცხავენ და მაიმუნობენ და არ სურთ აი ამ სასანქციო სიაში მოყოლა. გასაგებია ეს ყველაფერი. და ესე იგი მესამე და მშვენიერი რა არის ამ განცხადებაში, რომ ტელეიმეთი საკუთარ ბანკს რო აფუძნებს. ეს ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ამ ბანკმა ისე როგორც ნებისმიერმა ფინანსურ ბანკმა განსაკუთრებით, ნებისმიერმა ფინანსურმა დაწესებულებამ, თუნდაც მიკროსაკრედიტომ, ხო? და ბანკმა მით უმეტეს უნდა გაიაროს ავტორიზაცია ეროვნულ ბანკში. კი. ეროვნულ ბანკში უნდა გაიაროს ავტორიზაცია. ანუ უნდა მიიღოს ლიცენზია საბანკო საქმიანობის წარმოებაზე. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ თქვენ ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეიძლება შეუძლია შევიდეს საბანკო საქმიანობის შესახებ საქართველოს სახელმწიფო კანონში საჯარო ინფორმაცია და თავისი თვალით იხილოს ამ ლიცენზიის მისაღებად რა საწესდებო კაპიტალზე აღარ ვლაპარაკობ, იქ რამდენიმე ასეული მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი ჭირდება ამას. ქართულ კანონებს რაც შეეხება ამის ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ. არა, ვერ შეცვლიან ესე მარტივად ვერ შეცვლიან, იმიტომ რომ იცი რა არის, მაშინ უნდა დაწიონ მარჟები, ხო? ანუ მაგალითად საწესდებო კაპიტალი უნდა გახადონ, არ ვიცი, 10 მილიონი ლარი, 5 მილიონი ლარი. მე იმას ნიშნავს, რომ უამრავი კერძო ბანკი აღმოცენდება ხვალვე. აი ესეთი მცირე საწესდებო კაპიტალი. რაც გამოიწვევს ერთის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ქაოსი და მეორეს მხრივ შეიძლება ძალიან უცნაური კონკურენტული ვითარება შექმნას ბაზარზე. და ამან გამოიწვევს საფინანსო ქაოსი. საფინანსო ქაოსი არავის არ აწყობს. არც ამათაც კი. იმიტომ რომ მართლა ამას გადაყვება ქვეყანა. ესე იგი რა რისი დეკლარირება გააკეთა. თან მიაქციეთ ყურადღება თურნავას განცხადებაში, თურნავამ რო გააკეთა განცხადება, რომელიც ჩემი აზრით რომან გოცირიძემ არასწორი ინტერპრეტაცია მიცა და მისი ინტერპრეტაცია გავრცელდა ინტერნეტში, რომ თითქოს თურნავა მოუწოდა ორ მთავარ კომერციულ ბანკს, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა იმედთან. არა, თურნავამ ესე არ თქვა, თურნავამ ძალიან ეშმაკურად მე მოგიწოდებ თუ აღასრულოთ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობაო.
რა თქმა უნდა, ცა ლურჯია, მზე ანათებს და დღე-დღეა, ღამე-ღამეა. ყველამ უნდა აღვასრულოთ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა. კარგი იქნებოდა სხვებისთვის მიემართა ამ ასე ვთქვათ, მოთხოვნით, მაგრამ ნუ ეს არაფერს არ ნიშნავს, ხო? თვითონ ის ტექსტი, რომ თქვენ უნდა გააგრძელოთ იმედ, ეს არ არის მის განცხადებაში და შესანიშნავად იცის, რომ ამისი გაკეთება არ შეიძლება. მან ერთხელ დაუშვა ეს დარღვევა ფარცხალაძის кейსთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ შედარებით იოლად გამოძრა, იმიტომ რომ იქ ლაპარაკი იყო მაინც ერთჯერად მოქმედებაზე. ხო, პრინციპში ფარცხალაძეს თავისი აქტივების გასატანად ჭირდებოდა სულ რამოდენიმე საათი და ეს რამოდენიმე საათი აჩუქა თურნავამ ფარცხალაძეს მაშინ. ესე იგი, იცით რა, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, გახსოვს რა გააკეთეს მაშინ, რომ ესე იგი, ჩვენ კანონებით უნდა მივიღოთ დადასტურება, რომ რატო დაუწესეს სანქციები. მახსოვს გაუწალეს იქით მიწელეს მოწელეს და მე ამასობაში უკვე ხო. ეს ყველაფერი ეხებოდა ერთჯერად ქმედებას და იქ ამ მაიმუნობის გაკეთება, მოდი პირდაპირ ყველაფერს თავის სახელით დავარქვათ, ეს მაიმუნობა იყო, იმაიმუნეს და გაუვიდა. აქ ეხლა ამ შემთხვევაში ეს მაიმუნობა ვერ გავა, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი ერთჯერად ოპერაციაზე, ხო? ეს არის მსხვილი ორგანიზაცია, სადაც რომელსაც უნდა კონდეს საბანკო ანგარიში, მუდმივ მოქმედი, რომელზეც არის ფულის მოძრაობა, ფული შედის, ფული გადის. და ეს არ არის ერთჯერადი აქტი. შესაბამისად, თურნავამ თავის განცხადებაში ესეთი უვალირებული ფორმით არც არაფერი არ გააკეთა ფაქტიურად და იგივე ვხედავთ კიდეც ეხლა ხო იგივე ეხლა არ ვთქვი ამ წუთას რომ თავიანთი ბანკებიც კი არ თანამშრომლობენ იმედთან. თანამშრომლობენ. ნახე ახლა. ეს დავასრულებ. ვერანაირ ბანკს იმედი ვერ შექმნის, ეს იქნება დღეს წავიკითხე, ვიღაცამ დაწერა, რაღაცა დიდი ყულაბა რო გააკეთო. ბანკი სხვა რამე არის. ეს დიდი ყულაბა რო გააკეთო და იქ შიგნით ვიღაცებმა ფული ყარონ და არც მოიკითხონ იქ ამ ჩაღრები. ამის თქმა მინდოდა ზუსტად რომც გააკეთონ რაღაცა ბანკისნაირი და ბანკის მაგვარი. ვერაფერს ეს ბანკი ვერ მოემსახურება ხელფასებს, ვერ გააკეთებს ვერანაირი მოემსახურება. ეს ვერ მოემსახურება. ეს გამოიტან, ეს იქნება სალარო და არა ბანკი. ეს იქნება სალარო. ეს უფრო მეტიც ეს რაღაც წარმონაქმნი ვერ მოემსახურება თქვა საქართველოს შეულ მოქალაქეებსაც, იმიტომ რომ მას არ ექნება ასეთი მომსახურება. თვითონ იმედის თანამშრომლებს ბარათებს ვერ დაურიცხავს ხელფასს. ამასაც ვერ გააკეთებს. ამიტომ ეს არის აბსურდი. აბსურდია, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სისულელე, ეს არის აბსურდი, ეს არის ბრავადა, აი ჩვენ იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ, ვერაფერსაც ვერ იზამთ. თუ რამის გაკეთება გინდოდათ, აჰა, გააკეთეთ. ხო. და საერთოდ გამოვახმაურები ჩემი Facebook friends და ცხოვრებაში ძალიან კარგი ურთიერთობა რამას ხატიაშვილის ბლოგერია რამას ხატიაშვილი, რომ ხო იძახდით, რომ აი ყველაზე მაგარი დამოუკიდებლები ვართ და აი მეტი რო არ შეიძლება ისეთი დამოუკიდებლები ვართ და აი ყველა აქეთ გორას წიხს კრავდა. აჰა, დადგა ეგ მომენტი და იყავით ესე დამოუკიდებლად, კაცო. რას უწუნებთ, რას მოთქვამთ ამ იმაზე, რა ქვია. რას ეჯიბრებით ამ ყალებში, ვისა რა ქვია, დამპალ დასავლეთს. მახსოვს ვიღაცები ეჯიბრებოდნენ 40 წლის წინათ, იგივე იმ დასავლეთ ზუსტად. თქვენზე გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო და სად არის კაცმა აღარ იცის ის სახელმწიფო, აღარ არსებობს. ასე რომ რო იტყვიან დროშა ხელში და წინ მეგობრებო, წინ, სულ წინ. ახლა გუშინ გადავიდნენ რუსულ იმებზე, სერვერებზე და განაახლეს საიტი. იგივე გაკეთების საშუალება შეუძლიათ სატელიტი, რუსული სატელიტების მოხმარება შეუძლიათ? ტელევიზია რო არის. კი, როგორ არა, რუსული სატელიტების მოხმარება შეუძლიათ. ეხლა ნამუზე ხელი აიღეს, ხო ხედავ, ანუ გადავიდნენ რუსულ სერვერებზე, ანუ რასაც აბრალებდნენ. გამოამჟღავნეს ორ წამში. ხო, ეს ხო ყველა ფაქტები დაგვიდეთ, ეუბნებოდნენ ელცს. ხვალზე გადავლენ რუსულ სატელიტზე, ნამდვილად გადავლენ რუსულ სატელიტზე, ან სატელიტებზე და რა მერე. გასაგებია, ხო, ყველაფერი, ნუ სასაცილოა. იცი რა არის სასაცილო ამ სიტუაციაში, რომ
თვითონ ოცნების მომხრეები, აი ეს ისა რა ქვია, ეგრეთ წოდებული დაგაზული მეოცნებეები, იმედ სწორედ იმიტომ უყურებენ, რომ ის პრორუსულია, ჩვეულებრივ საუბრებში ისინი ამას გეუბნებიან, კაცო. აბა რა, ჩვენ რუსეთთან უნდა ვიყოთ, აბა საუბრდა ვიყოთ და აბა რისთვის ხართ, ვერ გავიგე. რა ის დამოუკიდებლობა? ეხლა ელოდეთ, რომ იმედის ეთერიდან გაქრება თუნდაც თურქული, აღარაფერს ვამბობ, დასავლური რუსული სერიალების შემდგომ. კინო და ტელეპროდუქცია, გამოიტანება რუსული სერიალებით, აი ბანძიც კი პეტერბურგის მსგავსი რაღაც გარე პროდუქცია. ბოლოს ისე გაუშვებენ, რომ თარგმანსაც არ გაუკეთებენ, ქართულადაც მე არ მგონი, რომ თარგმანსაც არ გაუკეთებენ, ასაჭიროა დაძაბვა. მაგათმა კონტინგენტმა იცის რუსული, საყელპურო რუსული იცის, ტვაია მაია პაშულ ჟოპუ და რა ლექსიკაც ჟღერს იმ სერიალებში, ეგ მაგდონის რუსული იციან გადასარევად, კი ბატონო. ასე რომ აი ამას აი ამ პროცესის მომსწრენი ვიქნებით, ან მოუწევთ მეორე ვარიანტია, თუ ასე ვთქვათ, არ უნდათ რომ ესე აშკარად, ანუ რუსული პროდუქციის გამომზეურებით აშკარად, ასე ვთქვათ, იმასკნან, მაშინ უნდა გახდნენ საინფორმაციო არხი. ალა ქართული CNN, ან Fox-ი, ხო, სადაც 24 საათი მიმდინარეობს საინფორმაციო მაუწყებლობა. მაგ თემაზე ელისონ ამას ძალიან დიდი რესურსი ჭირდება და არა, მარტო რესურსზე არ არის. ჯერ ერთი მართალი ხარ რესურსი ჭირდება, მაგრამ მაგ ეგ თემა ვიცით, აი რო იტყვიან გარდმო და მოხარშული და შემწვარი და მოხრაკული. საქართველოს იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ეგეთი მაუწყებლობის განხორციელება არის, ნუ სისულელე რა. იმ გაგებით რომ შენ ჯერ იმ დიდ ქვეყნებშიც კი თუ უყურებთ, აი თქვა CNN-ს და ასე შემდეგ, ხო საათიდან საათამდე წინა ნიუსების ნაწილი დაახლოებით 40-50% მეორდება. და აი ესე ნელ-ნელა ხდება როტაცია და ჩანაცვლება, რომ ყოველი გამოშვებაში რაღაც სიახლე მიაწოდო, ხო ადამიანი. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, ამას ვერ გაკაჭავდა. საერთაშორისო ნიუსების ქართულად თარგმნა კიდე არის გაუთავებელი, ხო? ნუ აი არ ვიცი, რომელი ნიუს გენერატორზე უნდა დასხდნენ. ყველა deep state-ი არის. მაგათი კუთხით, ხო? ნუ არ ვიცი, ისე ვიტარტაზე არ ამე ეგეზე თუ დაждდებიან და ბატონო. ისევ გამოაჩენს მატერიალურ სახეს. ასე რომ ყველაფერი მიდის იქეთ, საერთკენაც უნდა მიდიოდეს. ეგენი შეეცდებიან ეხლა სტაფის ნაწილი. გადაიყვანონ, ხო? ნაწილს გადაიყვანენ საზმაუზე, ნაწილს გადაიყვანენ რუსთავიორში, რომ ასე ვთქვათ, სახელმწიფო პრობლემები არ შეექმნათ და შეიძლება იმედი დასვან დროებით, ნუ როგორ დროებით, მაგათი ჭკუით დროებით რა, აი იმაზე, რა ქვია მაგას, ნუ აი მარტო ფილმები გაუშვან, რა ვთქვათ, იქ ნახევარი წელი და ასე შემდეგ. რაღაცა თავისი პროდუქციაც ხო აქვთ, გახსოვს აი ცხელი ძაღლი, ყავა და ლუდი, აი ძველი რაღაცეები, ხო, შუა ქალაქში და ეგეთი რაღაცეები, ატრიალონ ქართული ფილმები, ვთქვათ, აი ეს რაღაც თქვა რომ ესე იგი ჩვენ საცდელ მაუწყებლობაზე დავდექით, აი ვემზადებთ იმისთვის, ამისთვის და მე როგორც მაგათ მშობლიურ ენაზე არის რა იმიდან ავოს პავიზიო. ავოს. ხო, მაგათ მშობლიურ ენაზე რა. იქნებდა ვინმე მტრამპს გაუკეთოს იმპიჩმენტი. იქნებდა რაღაცა მოხდეს. აი ამ მიდგომით შეიძლება მაგათ კიდე რაღაცა გარკვეული პერიოდი გაძლონ. დავაკვირდეთ რა უნდა მოხდეს. სერიალები უცხოური რაც უკვე ნაყიდი აქვთ და უდევთ თაროებზე, იმათი გამოყენება არ შეიძლება, ხო? უკვე ნაყიდების. არ შეიძლება. არა, ალბათ არა. რა მოსდით, ანუ ჯარიმდებიან თუ რა ის, ანუ სერიალის მფლობელი რას უშვება? იცი რა არის, წესით არ უნდა იყოს, მათ ჩასახედია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებაში.
ხო. ხელშეკრულებაშია ჩასახედი, როგორც წესი სტანდარტულ ხელშეკრულებებში, რომელსაც ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომლის წევრი აქამდე იყო იმედიც, იქ აი ეს მომენტი არის გათვალისწინებული, რომ თუ სანქცირება ხდება, იქ უნდა გაჩერდეს ყველაფერი, სანამ სასამართლოებში არ გაირკვევა და ასე შემდეგ. ცივილიზებული წესით. ხო? მაგრამ ესენი როგორ მოიქცევიან, არ ვიცი, როგორ ჩანს გააჩერებენ, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფერს აჩერებენ ნელ-ნელა. და კიდე მაინტერესებს ეს მომენტი როდის დადგება, ანუ იმ სატელიტზე ახლა სადაც ზიან ცივილიზებული ქვეყნის სატელიტზე როდის მოიხსნებიან იქიდან თურქულზე სხედან იქაც. თურქულზე სხედან, ხო? კი, ანუ შეიძლება ოდნავ გაიწელოს და თურქეთმა არ მოახდინოს. გაიწელოს, ხო, კი. და კიდე ანუ მაგთის ამაზე იყო კიდე პოსტი, რომ მაგთიმ ესენი გადავიდნენ სხვა სერვერზე, ესე იგი მაგთიმ და სილქნეტმა მათ უარი უთხრეს. ფაქტია. მოიშორეს უკვე, ხო? ხო, რა თქმა უნდა. რუსულ სერვერზე რო გადავიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგთიმ და სილქნეტმა მათ უთხრა უარი. ეხლა ინტერნეტს რო აძლევს მაგთი, ესეც არ არის მაგთისთვის რაღაცა და მაგთი აძლევს სილქნეტს, ვიღაცა ხო აძლევს ინტერნეტს, ანუ ინტერნეტი რო გავუწიო. არა, იქნებ ისენი აქვთ ტერმინალები ნაყიდი მასკის, მე რა ვიცი. შესაძლებელი. ხო, რატომაც არა. ჩვენ ეგ არ ვიცით, იმიტომ რომ ინტერნეტის მიღების შესაძლებლობა არის, სატელიტური ინტერნეტის მიღების შესაძლებლობა, უბრალოდ გააჩნია ვისგან იღებენ, მე არ ვიცი. შეიძლება იღებენ ვიღაცისგან. იგივე რუსებისგან ალბათ, დიდი ალბათობით. კი, მოკლედ, ყოველ შემთხვევაში ან უნდა ძალიან შეიზღუდონ მაქსიმალურად, ან გადავლენ მაქსიმალურად ყველაფერზე რუსულზე და რეიტინგი ყველა არაფერში რო არ შეიზღუდონ და ახლა უცებ ყველაფერზე რუსულზე რო გადავიდენ და შეცვალონ დაკარგავენ ყველა ვარიანტი. რეიტინგი მოკვდება ეგრევე. ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ მათი რეიტინგი იყო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა რომ ჩვენმა მაყურებლებმა და მსმენელებმა კარგად მე მგონი ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე კიდევ ერთხელ არ მეზარება საუბარი. ტელევიზიის რეიტინგი, ესე იგი იმედი და მსგავსი, ესე იგი პროპაგანდისტული მედია სახელმწიფოს მიერ წახალისებული. მუშაობს როგორ? თავარია შეფუთვა. ხო. თეორია შეფუთვა, აი ეს პროგრამული პროდუქტები იქ, რაღაცა ძალიან ლამაზი და ბრჭყვიალა თოქ-შოუ, ისენი რა ქვია, მუსიკალური შოუები, აი ეს ვიქტორინები და ესეთი ამბები, ანუ აი ეს ბაბლგამი რა, ჟუაჩკა გადაგდებული და საინფორმაციო ეს პროდუქცია მოწოდებულია იმისაკენ, რომ თქვენ არ მოწყდეთ ტელევიზორს, საშუალო სტატისტიკა შეგაპარონ და შეგეთ ასე ტიტრების სახით ჩაგიგდონ აი საწამლავი. რუსული გამოთქმა რო არის, ხო? გიკეთებენ ბოჭკა მიოდას და შიგნით ამ გავნიშეს ხანდახან გიწვეთებენ რა, აი ამ და ფსიქოლოგიურად ქმნია საშუალო სტატისტიკურ მაყურებელზეა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს გათვლილი, როგორ მომენტს იცი რომ გადართვა დაგეზაროს. არხიდან არხზე გადართვა რომ დაგეზაროს და აი ჩართულია ტელევიზორი მთელი დღე შენ ძირითადად უყურებ იმ პროგრამას რაღაცას ბოდიალობენ შენ არ usმენ რაღაცა სახსალაგებ სინამდვილეში usმენ და ის იშხამი მუშაობს სინამდვილეში ამაზეა დაყნობ თუ აი ეს ჭყიალა შეფუთვა მოიხსნება ხო არაფერი არ იქნება მაგათ ქონდათ მე შეგახსენებ აი საინფორმაციო არხის გაკეთება უნდათ მაესტროსგან გახსოვს ერთი პერიოდი მაესტრო შეისყიდა იმედმა მე მგონი ეხლაც მაგათია არ ვიცი როგორ რაღაც ისე ახაც მაგათია და GDC თუ რაღაც ხო მაგრამ იქ ეხლა ტრიალებს ფილმები და მაესტროსგან მაგათ ერთი პერიოდი უნდათ აი ეგეთი საინფორმაციო არხის გაკეთება არ მუშაობს არავინ არ უყურებს არ მუშაობს რეიტინგი არის იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოს პატარა ქვეყანა არის ესეთი ინტენსიური ნიუსი ეგ საკითხი შესწავლილი მაქვს ძალიან კარგად საქართველოსნაირ ქვეყანაში დღეში შეიძლება დღე-ღამეში ხო 24 საათში ხდებოდეს საშუალო სტატისტიკურად ხდება 20-30 ამბავი ამ ამბავში რა შედის იცი აი სადღაც საბავშვო ბაღი რო გაიხსნა ისიც
რისი მიწოდება 20-30 ამბავი თითო ამბავზე საშუალო სტატისტიკურად 2-3 წუთი დახარჯული ისა ხო რეპორტაჟი ან სიუჟეტი დათვალე რამდენი არაფერი არ არის ხო ეს არის 1 საათი მაქსიმუმ საათნახევარი სალაპარაკო ორჩა დამთავრდა თელი დღე 30 ამბავზე ვერ ილაპარაკებ გაგიჟდება ადამიანი და იმის იმედი მაქვს კიდე რომ თურქული სერიალები ვისაც უყვარს ისევე ძალიან არ უყვარს და არ შეეგუება რუსულებს სერიალებს ეხლა ესენი აი რუსულს ისევე იმავე ინტენსივობით არ უყურებს არა უყურებენ იმიტომ რომ ამას ეხლა ყველაფერს გადაისვრიან სასწრაფოდ რუსთავზე და მაესტროზე და აი მაგ არხებზე რომელიც სანქცირებული არ არის GDS-ზე და ასე შემდეგ რომ იქ იმას ქნან მაგრამ ნუ ნახოთ ეხლა რო იტყვიან ეს პირველი მერცხალი ამოფრენილია და ისინიც თუ ძალიან იواشკაცებია და იმას ქნებენ თავზე კი უკვე შვებიან ისეთ საშინელებები ილაპარაკეს გუშინ საზმაოზე რომ აი ილაპარაკონ მაგათ გონიათ რომ იმის გამო რომ ისინი არიან საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ მათთან ეს ქვა არ მოგორდება და მოგორდება აუცილებლად მოგორდება სწორედ ფაიმანულაშამ რომ ეს აკლები ყველასთან დაიჩოქებს ნუ კი სწორედ იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელია ის არის ენდეთ ჩემს გამოცდილებას ის არის 10 ჯერ უფრო მეტი იმის ქვეშ დაკურების ქვეშ და არ იქნება ეგრე მარტივად ეგ ამბავი ჩვენ ყოფილ კოლეგებს მინდა მოკითხვა გადავწე როგორ ხართ? კოლეგები არ დაუძახ. არა, ნუ რატო ეხა ყოფილ კოლეგებს მეთქი, ხო თქვი? შევაჯამოთ, ანუ არც ბანკი არ შველის, არც არაფერი არ შველის, მაქსიმალურად მოუწევთ სადმე გაქცევა და რუსულ რესურსებზე გადასვლა და ეს მათ რეიტინგს რასაც დამარხებს დავინახავთ. ან რუსულ რესურსებზე, პროგრამულ რესურსებზე ვამბობ. ესე იგი, ახალ ამბებში ისევ რუსულ რესურსებზე არიან, მაგის გამო დაასანქცირეს ზუსტად. ო, ანუ პირით რასაც ამბობენ, კი, დიდი ხანია მანდ არის საერთოდ პროგრამინგშიც მოუწევთ რუსულ რესურსებზე, რუსულ სერიალებზე, რუსულ ფილმებზე და ასე შემდეგ გადასვლა. და ასე თქვათ, დაფინანსება ნუ აი ეს ყულაბა, იმედი ყულაბას რო აკეთებენ, აი ეგ იქნება რა. ანუ შეიძლება რეკლამები არ გაუშვან იმ კომპანიების რომელსაც ეშინია რომ დააჯარიმდეს, მაგრამ ფული მაინც მიატანინონ და იმ ფულს მე რაღაცნაირად გადაინაცვლებენ რეკლამის რეკლამებიანათაც მინუსში იყო, ხო? ჩვენ ხო გავიგეთ თვითონ აღარეს რომ რამდენი 400 თუ 300 მილიონია გვალი. 300 რამოდენიმე ასეული მილიონი ლარის დავალიანება კომპანიას, ხო? არ შველის ის რეკლამები, ეხლა ეს რეკლამები ყველაფერი რაც იმედზე მიდიოდა გაიქცე ესე იგი გაგებული ძალით გაუშვებენ რუსთავზე. ეგეც ცხადია. ლევან, როგორ გონია ბიზნესი აუჯანყდება? ანუ ხო ახლა ყველას დავალებენ რომ მაინც მოიტანენ ჩვენთან რეკლამაო. ამას იზამენ დარწმუნებული ვარ და ბიზნესი აქვს იმის ერთი ადგილი რომ ახლა идит по направлению русского корабля 900. იცი რა არის ეხლა ამ კონკრეტულ საკითხში ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გარისკავს. იმიტომ რომ კი ესენი ანუ ბიზნესი ექნება იმის ზურგი რომ უთხრას უარი ამას გაბედავს ხო ამის თქმა. აგიხსნი. ესე იგი კი მათ მოთხოვენ რომ უბრალოდ ეხა ჯიბიდან ამოიღე ეს ადმე კი არ ისა ფორმდება უბრალოდ შენ ჯიბიდან იღებ ამოვიდა წაიღე. ხარდა იმ ყულაბაში აგდებ ისე რომ შენ ხარ ინკოგნიტო, არავინ არ იცის რომ შენ ჩააგდე ეს ფული. ესე ეტყვიან. მაგრამ ეხლა შენ წარმოიდგინე შენ ხარ ბიზნესმენი. მინდა? არა, პრინციპში აქამდეც აფინანსებდი და ნუ ხოშიანად იყავი რა. და შენ არ გეხებოდე, მაგრამ სად არის ამისი გარანტია რომ მე ინკოგნიტო ვრჩები იქ? რანაირად? სად არის ამისი გარანტია? ჩვენ ცხოვრობ ციფრულ ეპოქაში, ხო? ყველაფერი იცის, ეპშტეინის ფაილები გაიხსნა, ყოველი ფეხის ნაბიზე კამერებია, ვინ რას იღებს, ვინ ვის სადუძვრება და ვის რა უნდა, კიდე კაცმა არ იცის. მაგალითად, სახელმწიფოს კაი დაუჯერე. ვენდე იმაში, რომ
მე ასე ვთქვათ, მართლა იქ ნამუს შემინახავენ და არსად არ იტყვიან, რომ მე გადავიხადე სიტყვაზე ვამბობ, წელს მილიონი იმედის ყულაბაში. ჩემო კონკურენტმა რო ჩამიშვას ვიღაცა სხვა დაინტერესებულმა პირმა, სად არის ამისი გარანტია? ან ხო რაღაცა პერიოდის მერე თვითონ არ მაშანტაჟონ ამავე ინფორმაციით აკითმე თვითონ არ დამაშანტაჟონ რა, ეს ძალიან რთული ამბავი არის. ეგ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ძალიან ბევრისგან მიიღებენ ესეთ პასუხს, ხო იცით, თქვენთან ვარ სულით გულით, აქამდეც გეხმარებოდით, ალალი უსაყვედურო იყოს, არაფერი არ მინდა, ოღონდ თავი დამანებეთ რა, ეხლა რა შარში მყოფთ, ეხლა ისა რა ქვია. სასაცილოა რაზეა ლაპარაკი. იმ ბორდიდან, იმედის ბორდიდან 4 კაცი გაექცათ, მათ შორის სუპერ ბიზნესმენები, ხო, რუხაძე და ვიღაცეები. სად გაიქცნენ ერთი მაინტერესებს? სხვასთან რა ნამუსით უნდა მივიდნენ? რუხაძე ხო არ იყო ჩვეულებრივი მილიონერი? ხო. დიდი ალბათობით სიმდიდრით მეორე თუ არა მესამე კაცი მაინც იყო საქართველოშია რა, ჩემი აზრით მეორე. მეორე და ჯიბის. და ისიც კი აჯანყდა. არა, ნუ კი არა აჯანყდა, ნუ გონიერი აღმოჩნდა, მოდი ასე ვთქვათ რა. აი. სხვა სიტყვებს არ ვიხმარ. და აი ეგ არის. ძალიან ყველა მაგას ეტყვის. ყველა მაგას ეტყვის. როგორც მოო ჩემთან მოდი ხარ, რუხაძე გაგექცათ და ჩემგან გინდათ ახლა ფული აიღოთ კაცო. რუხაძე თავი ქუჩი აქვს. იმის მოქალაქეა, ამის მოქალაქეა, ამას ეტყვიან. მე აგე რაღაცა ორკაპით შოულობ, ბავშვი მყავს ამერიკაში, რომ გამომიგდონ. ესე იქნება, ესე ხდება, სხვანაირად არ. კი, ამასობაში რაღაცა ქონებაც აქვს საზღვარგარეთ უკვე შეძენილი და იმასაც რა თქმა უნდა. მაგრამ ქონებაზე არავინ არ ილაპარაკებს. იტყვის, რომ აი კაცო ბავშვი იქ სწავლობს, ჰარვარდში სწავლობს, 2 კაპიკი ძლივს რაღაცა მოუგროვე რომ ისწავლოს და ეხლა რა გინდა რომ გამომიგდონ, ან იქიდან გამომიგდონ, ან რა სადღაც მოვაწყე და იქიდან გამომიგდონ, არ მინდა რა. მე მგონი ყველა მხრიდან შევხედეთ ამ საკითხს, რამე ხო არ გამოგვრჩა რომელიმე ასპექტი. არა მე მგონი. კარგი, მადლობა ლევან და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის, მადლობა შენ.